გამარჯობათ ხალხო. რაღაცნაირად დაგაყენოთ. ასე შემოაბრუნე ცოტა ჩემსკენ. ემედი არ ამო მასიზამს რა ქვია, ამოყირავდებით. როგორ გაშალე წესიერად, რა? გაშლილი მაქვს. რა დეფორმაცია ასია. ასე. დეფორმაცია მაგას კი არა აქვს, იმას აღარ რა ქვია. ასფალტს. ბეტონია თუ ბიტონია თუ რაც არის. ბიტონს. როგორ ახლა მოგვივიდა დენი მგონი. ხო, ხალხო დენი არ მქონდა. გაგვეთიშა. როგორ მოხდა რომ მე ცოტა ის დღისი ვიღებ ვიდეოს. ახლა გარეთ დავჯექი. მოტოციკლს, მანქანას, ტანკს, თვითფრინავს, ვერტალიოტს, ყველაფერს ერთად მომდება ხამაური. აი, ეკაც გაიგონია ხო. აი მე თქვენი იმითი გაიგონეთ რანაირად მიგ. გაიგონებთ ხალხო ხმა. ყოველ დღე ამას ვისმენთ ზაფხულში. ზაფხულობით გარანტირებული გვაქვს ამის მოსმენა. რანაირად დადის ხო ხედა. აბა იქ სიარულია. მე ხო და ეს ხო არაფერი. არც პოლიცია გამოდის არაფერი. მე რო დავჯდი ხო მოტოციკლზე და ეგრევია რომ მაშინ გამოვა პოლიციაც, მილიციაც, სპეცრაზმიც, ყველა FBI, პატრული FBI, ყველა მაშინ მოვა მაინც და მაინც. მაშინ მოუვა გიორგის ყველაფერი. ყველაფერი მაშინ გამოხტება ხოლმე ყველაფერი. რა ვიცი. დღეს რაღაცა ცოტა კიცხელა, მაგრამ ისე არა. ცხელა, მაგრამ ისე არა ცხელა. მე მგონი ხალხო გვეშველება და აგვიგრილდება. საღამოზე გუში საღამოზე აქ როჯიქიცი შემწირო. რა ვიცი სექტემბერშიც იმას ელოდები რომ სიცხეებს უცხელი სექტემბერიო და მე ვერაფერი ვერ გავიგებ ამით. სექტემბერი და ოქტომბერიც მგონია ცხელი იქნება სულ. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი სულ სიცხეები რო იყოს. სიცხეები მაშინ იქნება ზუსტად ისინი რა ქვია. ცუდი ამინდები. ერთი ეგმინდა რომ დეკემბერში მოთოვოს ახალწლისთვის ისე რა ქვია. თოვლი მოვიდეს კი. ეგ კარგია. ძველი ახალწლამდე იყოს. მე თუ გინდა უღია, მე აღარ არის პრობლემა. უყურეს ალიანდრა მაგას თეთრი ალიანდრა ჩარგული და იქნება ფესი გამოიღოს მეთქი, მაგრამ არ იღებს არა. ეგრე რა ვიცი, გამოიღებს, მე მგონი გამოიღებს. არა მგონია. ჯადაბა არის გამჭედა. ხო და. ეგრეა ჩვენი საქმე, რა ვიცი. ხვალე მარიამობა ხალხო. ხვალე კინაღა მოგილოცეთ დღეს მეგონა. ხვალე კიდე ხინკალს გავაკეთებ ხალხო. აჰა. მარიამობაზე. ხო. შემოგთავაზებთ. იმას რა აი ქვია. მგონი მოგმაგიჩი კიდე მგონი ეგ არგი. ხო. რა ვიცი თუ არავინ მოვიდა ეგრე წინასწარ ვიტყვი ხან ახალწელზეც ბევრჯერ მითქვე საახალწლო დავიღებათ თქო მაგრამ ვინ გაცდის შედი გადია. ხო გაცდის ხალხო არავინ მართლა. და ხვალე ხინკალს გავაკეთებ. ვიხინკლავებთ. თავაზებთ ხინკლის გაკეთებასაც. ჯანი. მადლობ. რაღა ჯანი კაცო. წეღანა საზამთ ნესვი. ნესვი იყო რა ქვია. ის იყო ბაზარი. გავედი. საზამთ რო ლარიო და ნესვიო ორნახევარიო. ლარი ჯანდაბას საზამთ რომ არა ნესვი ის არა ქვია. ორნახევარიო და ერთი ბეწვა იმან 11 ლარი დაიჭირა ხალხო. აი ამ ხელა ნესვმა, აი ამ სიგრძე იყო მეტი ხუმა. 11 ლარი დაიჭირაო და არ ვიყიდე. აი დღეს ზუსტად ის ყვითელი საზამთრო რომ მოვიტანე. თქვენ რო ის გეგონათ რა ქვია. ნესვი. ის არის რა ქვია. ბერს ეგონა? არა, ეცე გონა ნესვი არის თუ საზამთრო არის თუ ნესვიო იკითხა. არა, ნესვია, ნესვი. საზამთრო. საზამთროა ნესვი კი არა.
ხო და ზუსტად მაგზომის იყო და ლარი და რაღაცის გამოვიდა. აი მაგზომის იყო ზუსტად, როგორიც ის არის აქვე ნესვი. ნესვი მაგზომის იყო ზუსტად. ხო, მაგზომის ნესვი იყო. კი ბატონო. და 11 ლარი დაიჭირა. 2.5 ნესვი ხის. 2.5-იო და რა აი გუშინ კიდე მაღაზიაში ჩავედი. ვიდეოს რომ მორჩი, მე ჩავედი მაღაზიაში, მინდოდა ის რა ქვია, ბიგი მინდოდა რომ გავიპარსუთქო. ხო და ჩავედი, მოვიდა 2 ვიყიდე რა ქვია, გაზიანი წყალი. და 3 ცალი ბიგი. და გადავიხადე 8 ლარი ხა, ხო რაში. 2 ლიტრიანი გაზიანი. ხო, გაზიანი წყალი. რა ხის 2 ლიტრიანი გაზი? 2 და რაღაც ხის ეგა. გონი არ ვიცი ზუსტად. წყალი ქვეყანა გამო საქართველოს წყალს მიაქვს, მინერალურ წყლებს მიაქვს და 2 ლარს ჩვენ კევართ. 2 ლარს წყალში ვაძლევთ. ხო და ის არის რა ქვია. 3 ცალი ბიგი. და 8 ლარი გადავიხადე ხალხო. გავსულები რა. დღითი ყველაფერი ძვირდება. და ნაყიდობების ვიდეოში რომ ვიტყვი რაღაცას ის არისო რა ქვია, ახალი რუბრიკა ძვირიაო გაიძახიო. და ის არის რა ქვია, ძვირი არის და აბა რა უნდა იმას აქვნა რა ქვია, რა უნდა ვთქვა. ვინა თქვა ძვირია. ძვირიო ახალი რუბრიკა გაქო. რომ ძვირიო. ძვირია კი ბატონო. გავიგეთ, ევროპაში ძვირიაო ერთ-ერთმა მომწერა იმ დღეს. გავიგეთ, რომ ძვირია, მაგრამ ხელფასი მაინც არის წესიერი. და ჩვენ 300 ლარი გვაქვს ხელფასი. და რა უნდა იმას ავქნათ რა ქვია. და მე კიდე ეს ჩემი YouTube-ის ხელფასით კიდე იმის კურსზე ვარ დამოკიდებული რა ქვია. ევროს კურსზე. იმას ვიყიდი, ვითომ ფასდაკლებებიო და იმაზე ამაგდებენ ხოლმე რა ქვია. უშველებელ ფასზე. ეგამ აქციაო და რა. არა და მეტიწილად ყველაფერს აქციით ყიდულობ ხოლმე. მეტწილად. აქციაში რაც არის იმაებს ვიღებ ხოლმე და. მაინც ძვირი გამოდის. მე რა ვიცი ხალხო. ძვირდება დღითი ყველაფერი. ახალი რუბრიკა იქნება, ახალი რუბრიკა იქნება, მაგრამ იქნება ის არის რა ქვია. ყველაფერი რამდენჯერ ის არის რა ქვია. ყველაფერი ძვირდება დღითი იმატებს ყველაფერი და ხელფასები არ იმატებს და ბოლოს სადამდე მივალთ და სადამდე იმას ვიზავთ არ ვიცი. და ზოგიერთებს კიდე სირაკლემას პოზიცია რატო აქვს მაგას ვერ ხვდები. სირაკლემას პოზიცია რა? შუაში კი არა, თავშია, ხმას არ იღებენ არაფერზე. იმეებით არიან, მე მეუბნებიან ხმას რაზე იღებო. რა ზიანბო. და სირაკლემას პოზიცია არ არის. აქამდე რომ სირაკლემას პოზიციაში ვიყავით და ხმას არ ვიღებდით სათანადოდ. აქამდე იმიტომ მოვედით სადაცა ვართ. არა, არ უნდა მოიღო ხმა ახლა ძირს რომ იცემ არ უნდა თქვა აბა. აბა 2.5 რატო უნდა ხედეს აი ამ ხელასაც ნესვია და 11 ლარი დაიჭირა ზუსტად. რა იყო 11 ლარის იყო? ისიც არა ტყუ ისიც ბაზარიც ხო? ბაზარშიც ყველაფერი ძვირია, თვითონაც რაღაცა უნდა დაარჩეს. არა, მე იმას კი. ძვირად აიღებს, ძვირად ყიდის. კი, მესმის. ხო და სახელმწიფო იმებში მაღაზიებში არის ძვირი და ეხლა ბაზარში რო მასაქნას დიდი ამბავი. მთელი დღე დადის მით უმეტეს. ხო და რამდენჯერ? კიდე, ხო და რაღაცა უნდა მეთქვა ხალხო დამავიწყდა. ხო და არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება ყველაფერზე თვალის დახუჭვა ხალხო. გავიგე რო გათენდა. ჩაგდე ქვაბში თუ ჩამოვიდი ახლა ბათ. გიორგი, მოდი რა და შეიძლება სახში. ის წამომიღე მაკრატელი და სათვალე რა ნუნები მაგდასაჭი. ნუნები კი არა, წეხან მე ვიაჩემა.
ისა რა ქვია. მამალი, ჩვენი მამალი დადის რაღაცნაირად არის იარული. გაჭიმული და ფეხებს აბიჯებს რაღაცნაირად. ხო და რაღაცნაირად უძრაურად დადის, მე რა ვიცი. ცუდად არისო. მოვარდა ცუდად არისო. გიორგიო და არის თქო და ცუდად არის მამალიო რაღაცნაირად დადის. ესე დადისო გაჭიმულიო და. ჩავედი ხალხო და ნუ არაფერი არ აჭის მამას, ჭარშვე. ყივის კიდე ახლა მაგის სხვა იყო. და ისაო რა ქვია. ესე დადისო, ესე დადის. სულ გაჭიმულია და ეს ფეხებს აბიჯებს რაღაცნაირად. აიე. აი მას ეთქობა ცუდად ყოფნის რამე. რა ყიოს. ხო. სად არის მაგრატელი? მან დადეს დედა მანდეს იმაზე. ცუდად არის მამალი გიო მართლა? ჰა? რაღაცნაირად აბიჯებს ფეხებსო? ფეხებს ცუდად რაღაცნაირად აბიჯებს გაჭიმული დადის. გაჭიმული დადისო ასეო და. აი ასეო, ასე დადისო. ასეო. და ფეხებს ასე აბიჯებს რაღაცნაირად. ეხლა იმეს ეთყობა რამე ცუდად ყოფნის ვოკალისის აქ რა ქვია. გაგვეთილი. მომეცი. ის რა არის? სუდრო. რაღაცა ქონდა და მე რა ვიცი, ტელეფონში. პანიკაში ჩავარდა, ცუდად არის მამალი. პანიკაში ჩავარდება. ქათამირო მოკვდება ბა. მე ხوار მოგდა თუნდაც ხო არ არის მართლა. რა შევიდე? რა ნეითი მასა. რა ვიციო და მოჭ. ცუდად არ არის მაგრამ. ბიბიში ის ხო იქონა ცუდად. აი. ხლა კანი მაგას დილი გიორგი. ო. ამაში აი ამ ადგილას იზრდება ხოლმე. ხანდახან ის იმწარით მოუჭრე ხარ ხოლო სისხლის რა ხელა ჭხილები გა. გაზდილი გა ჭხილები. ჭხილები მაგ მიჩანს უკვე ჰაი. აჰა. აი. ო. აჰა, სასტრაფოს ხმაც იყო. სასწაფო. რა ბაუძაღლების ყიფა რა. მე რა ვიცი. სასტრაფოს ხმა არ მოეწონათ. სასტრაფოს ხმა არ მოეწონათ ალბათ. სასტრაფოს ხმა ვის მოწონს. აქეთ არის მოდი. ხმა არის მაგარი. კიდე მისამართი შეშალა. მე იქით წავიდნენ იმ დღეს იქით რო წავიდით. ხო. აქ კი არ მოწამოსულიყო ნიკო იქ მოწასული. თიანეთის ქუჩაო და ის თიანეთის ქუჩაა მერე? მე რა ვიცი. ჩვენი არის თიანეთის ქუჩა და. თქვენი ჩვენი ქუჩა არის თიანეთი და აი ის იქით ჩაყოლება აი ბოლომდე და იქით ქუჩა თიანეთი არ არის მეგონი კაცო. თიანეთის 29 არის ჩვენი 28 არის ის. უი მე მისამართი არ უნდა მეთქვა. რაზე? აქ.
აუნა მეთქვა შეიძლება. ბარემ იმასაც ჩამოვყვები რა ქვია. ყველაფერს. სრული ბიოგრაფია. და კაინიავი გვაქიცი. კაინიავია ხალხო. გველამუნება გემრიელი. ჩაი შემოიცით ზურგები არ გაგიცინდეთ. ამ სათვალეზეც მოვარცხებონი ის. რაი? ჰა? მანიკური. რანაირად მოვაცხე სათვალეზე მანიკური? და შიგნით. გააცალე მე იმითი. არა გამეტყობ. ჰა? გაგეთყუპნება? რა გათყუპნის იმას ახლის რა ქვია, გააცეს. მაგრა დიდებს ეგ შენი სათვალე. მაგრა დიდებს. რა ზომა არის? მე რა ვიცი. პლუსია რაღაც ისო. პლუს 1.75 დ. რა ვიცი რა არის ზომა არ წერია საერთოდ. ერთი პლუსია. პლუსში გაგჯერ შეთვალები. მინუსში არა მაგრამ. მინუსში არ გადასხარ. ხო რა მინდოდა თქმა რა რომელი საჭმელი მოგწონთო და განსაკუთრებით არც ერთი. განსაკუთრებულად არც ერთი საჭმელი არ მომწონს. ხალხო, იცი რა არის? მე თვითონაც არ ვიცი ჯერ რა მიყვარს. ყველაფერს არ ავჭამ. თვითონაც არ იცის რა უნდა. მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა და რა მომწონს და ახლა რა ვიცი, თქვენ რა გითხრათ. მე თვითონაც ვერ დავასკვენი და 26 წელია ვერ გავიგე რა მომწონს. რაც მომწონდა, აღარ მომწონს, რაც არ მომწონდა, ახლა შემიყვარდა. და რა ვიცი მე. და პრინციპში არც ვიცი რა მომწონს და რა არა. მე სხვადასხვა საჭმელების მოყვარული ვარ ალბათ. შენ აზიური საჭმელები გიყვარს? არა დიდად. აზიური საჭმელები არ მომწონს რატომაც. არიქა ბრინჯია მეტი წილი რა. ბრინჯს სახში ხომ მოხარშავდა შეიჭამ. ბრინჯი კორეულათო, ბრინჯი ჩინურათო, ბრინჯი ტაილანდურათო. არიქა. მე სხვათა შორის ჩინურ რესტორნებში ბაყაყის ხორცი საუბრობ. სასარგებლო ყოფილა, ხო? ხო, მართლა, სასარგებლო ყოფილა ბაყაყი. ჭიყვისთვის. ბაყაყი უნდა ჭამო და ჭიყვი აღარ გექნება ვისაც აქ. მონკალ და გველის ხორცს ვერ შევჭამ. ზოგადად ხორცი არ მიყვარს. ხორცის მოყვარული არ ვარ. მე სხვათა შორის საქონლის ხორცი უფრო მომწონს ვიდრე ღორის. ხო, საქონლის უკეთესი. რატო? უფრო გემრიელია. გემრიელი. და სასარგებლოც. ჯანსაღყვებაზე ვარ ხალხო. არა, უბრალოდ იცი. მაგრამ კარგი იქნება, რომ საერთოდ ხორცს არ ავჭამთ ადამიანები. უკეთესი იქნებოდა. აი ზოგის მაგალითად. ღორის ხორცს და იმის ხორცს არ აჭამს და კატამს აჭამს. რა მოხდა? რა არის, ავე გაიყავით, ფეხი დაბიჯება იყო. რა ხდება? ხალხო გაიგონებთ ქათმის, მოტოციკლის, ზაღლის, ტრედის, ყველაფრის ხვას. რანაირი ის არის, მაღლა კი ვერ ვიყურები. თუ ღრუბელია, მაგრამ მაღლა ვერ ვიყურები. დიდიან ვამე ყოველდღე მძურება. მოიჭერდა, ვეღარ მოიჭერი ბოლომდე.
არა ხალხო ვინმეს გააქვთ ესეთი ჩვევა? რა ჩვევა მაქვს? აი ესე გავაკეთებ ხოლმე, აი ასე ვაკეთებ ხოლმე და კანს ვიწრობ. ეს სხვათა შორის ბევრს ქონია ესეთი ჩვევა. ასე ვზივარ და კანს ვიწრობ. რა უხრობა არის, ვიცი, აი ესეც, აი ესეთ ნუნას ცოტა ხანში ვიზავ ასე ავიდღლიზავ. ნუნებს მაკრატლის გარეშე იჭერს. მაკრატლის გარეშე ვიკეთებ ნუნებს. არც სალონი მესაჭიროება, ხო სალონებში დადიან ხოლმე და ისე იკეთებენ. მე არ მინდა, მე ჩემი ხელებით ვიკეთებ. სტერილურია ჩემი ხელები თან. მარტო საკუთარ თავს უკეთებ ხოლმე ხელებით. სალონში დადიან ხოლმე რო გაიკეთონ და მე არ ჭირდება სალონი. მე ჩემი სალონი მაქვს საკუთარი, უფასო თან. სხვათა შორის სალონში ერთს მე დავდივარ, არა. აი არ წავსულო რა ამდენი წლებია მე სალონში არ ვყოფილო რას. ზოგი იტყვის ხოლმე ერთმა ტიკტოკერმა თქვა ისავიო რა ქვია სალონში ვიყავიო შესულიო ხო და ისავ კაცი შემოვიდაო და ჭხილებს იკეთებდაო იმას ნუნებსო და კაცი სალონში არ უნდა შევიდესო და კომენტარებში იყო მაგარი სიტყვები ვაი შენს პატრონს უბედურსო შენ ახლა შეხვედი იმაშიო რა ქვია ერთმა ქალმა დაუწერა სალონშიო და ჩემი ქმარი ახალგაზრდობიდან სალონში დადის და სალონში იკეთებსო. წვერსაც კი სალონში იმას აშვებაო. ხო რა რა არის მე? მოულა. ვითომ კაცი რო თავს უვლისო და რაღაცებს რო ისმევენ ხოლმე, ხო? ისმევენ ზოგი. არ უნდა წაისვასო. ვაი მაგათ პატრონს ვინც ეგ მოიგონა. ის დამცავი კაცსაც უნდა და ქალსაც უნდა. ვაი მათ ის უბედური ვინც ეგ მოიგონა. კაცსაც საჭიროება თავის მოვლას იმას რო გითხრით. მე მეტყობა ეხლა მოვლის? რამხელა წვერი მაქვს. ის მაქვს ყიდელი რა ქვია მე? წვერის აპარატი. რა აპარატი გაცო? მანქანა თუ რაც არის რაღაცა რო საპარსი რო არის მე რა ვიცი რა ქვია აპარატი არ არის აპარატი საპარსი უფრო სწორად წველის კი არ წვერის ელექტრო წვერის აპარატი ამან უცხო რაღაცა მოიგო ახალი ის მოვიგონე ტექნიკა ახალი ნივთი გამოვიგონე წვერის აპარატი. ისე გამოგონებლობა ხო არ დავიწყო შემთხვევით, ხალხო. რაღაცა ახალი მე მოვიგონებ. ჩინეთს გავუსწრებ. დავაპროგრამებ რაღაცას და AI-ს დავამატებ იმას რა ქვია, საპარსს და თავისით გაგპარსავს. ცოტა ხანში ტელეფონიდან გადმოგვიყოფენ ხელს. რაღაცას რო ჯრიტინდებით ავლაპარაკდებით დაგუცხებენ თავში. რაზე? აი ის რა ქვია. აუ ტელევიზორში რო ხელს შეყოფ რა მაგარი იქნება? შეყოფ ხელს, რაღაცა რომ მოგეწონება, აწაპნიყი დაპირ. ისე რო ვერ გაიგონ, არ წამოვარტყავ თავში. ვინმე თუ არ მოგეწონება სერიალში. შეყოფ ხელს წამოვარტყავ თავში, მას იზავ რა ქვია. და იძახოს ვაიმე და რა მომივიდაო. იქნებ გადაიდიოს გული შეტევა მოვიდეს ის სერიალში. ვიღაცას რო კლავენ და ხო, ვიღაცას რო კლავენ და რომ მოუბრუნდები და იმასი რაღაცა რო ჩასწრე. ჩაკრავ თავში. თავში რო ჩასწრებ რაღაცას. ან ვინმესთვის დარტყმა რო უნდა ხელის და აქ შენ რო დაარტყავ. დაარტყავ და დაარეტიანე წააქცევ. რა კარგი იქნება. მე მაღაზიაც აღარ დავჭიდება, რეკლამა დაიწყება რაღაცის ავიღებთ. აუ წაპნით. აჰა.
მოთმინების ფიალა ივსება. თუ აუვარდი და გადმოვიღე აი მოტოციკლიდან მე ნახავს. მოტოციკლის ფორმას მივცემ. აი ესეთ დღეში ვარ ხალხო ყოველ დღე. წარმოგიდგენია ზევით ქუჩაზეა და ხო. აქ რო იყოს, ხო, შეიძლება დაგქვავდეთ. აქ რო ჩვენ ქუჩაზე რო იყოს, ალბათ იმას იზავ რა ქვია. დაქვავდი კი არ დაქვავდები. ისე იმას იზავ რა ქვია. ჩაქვავდები მთლიანად, ყურები დაგიგოვება. ასე ჩამოიარა. გაიგეთ ხალხო. გაიგებთ ხალხო. არ გადავირიო ვიდეოში აი მაგის ხმა არის მოდეს სულ და ჩვენი ხმა შეიძლება ვერ გაიგოთ. არ გადავირიო ახლა. თორე მივიღებ იმას რა ქვია, შენიშნებს. მე თორა დავაშავე. ჰა? მითხარი შეკაცო რა საწავიდე რომ ამათ მოვშორდე და მანე მე თავი აღარ მინდა. შეკაცო მითხმეთო შეკაცო მითხარია გავაკეთო. ჰა? რაღაცა გამოუშვდა ჩასხება მათავში ხო შეიძლება. რო ცოტა იმას აკრას რა ქვია. და ავიწყო ეს მოტოციკლია თუ მოცოციკლია თუ რაღაცა ჯანდაბა. მართლაც გეუბნები შეკაცო ჩასხე თავში რაღაცა. ამანდიდან რაღაცა გამოუშვი. ჩაატყი მოხდეს თავი რაღაცა კერი. ერაზე იმპრეს აი თავისა. აი რო ამოყირავდეს, ხო ვეღარ უნდა ადგეს იმიდან. რა ქვია, ვეღარ ადგება. ადგეს კი არა, ვეღარ ადგება. რაზე იმპრევთ ხალხნო მათავებსა. ჩამოდით მაგ რაღაცა იმეებიდან რა ქვია. ცხენებით ხო იმეებიდან რა ქვია. აუ ხრომა ქვია მაგას. მოტოციკლეტიდან. დადეგით, ურემზე დაჯექით, მაგრამ იმასაც სწრაფად ატარებთ. თქვენ ურემიც არ უნდა მოგცეთ კაცმა. საქართველოში 99%-ს 100%-ს უფრო სწორად უნდა ჩამოართვა მანქანა. მანქანაც მოტოციკლით ტაჩკაც კი უნდა ჩამოართვა, საერთოდ ეგეთ რასაც ბორბლებია არ უნდა გააკარო. უნდა ატარო ფეხით. რასაც ბორბლები აქვს და ბორბლებთან რაც არის დაკავშირებული, რაც ბორბლებს იდგას, არაფერი თან არ უნდა გააკარო. ტაჩკაც არ უნდა მისცე ამათ. უკაცრავად ხალხო ურიკა. არ უნდა გააკარო, რასაც ბორბლები აქვს. რიკი დადია რა, რიხი. რიკი გოუდის. მართლა რა ხმა არის, რა უბედურებაა. ვითომ რა ვიცი მოტოციკლებს ზე არ უნდა იმას აკნოთ დაჯდეთო, ესე ხმაური აღარ უნდა იყოსო და მანქანებზე და ეს ამის ხმაური არ გვაწუხებს ხალხს. თუ ეგ მარტო ქალაქზე მოქმედებს. ისი სხვათა შორის სახს რო აშენებ, ქალაქიდან მოშორებით უნდა აშენო. ტყეში სადღაც. აი მათი ხმაური მარ შეგაწუხოს. შენთვის იქნები იქ. სადმე ტბასთან ახლოს. გააკეთე ფერმა. მერე ფრინველების. სხვადასხვა აი ისინი რა ქვია, ფრინველები, სხვადასხვა ჯიში ჩამოიყვანე, მოამრავლე და ყავდეს და მოუარე. მაგაზე კარგი თერაპია არაფერი არ არის. ზოგადად ცხოველთან ურთიერთო და ფრინველთან. ახლა ქალაქში ჩამოდი ხოლმე რომ ის არ გქონდეს რა ქვია დაგავიწყდეს ქალაქის
ისინი წესჩვეულებები. წესჩვეულებები. მთლად ტყიური არ გახდე. ან თუ ცხოველების ფერმას დაალები თავი, ან კიდე იმაში რა ქვია, ზაფხულობით ადი აგარაკი გააკეთე, ადი აგარაკზე, ისეთ ადგილას რომ ხმაური არ იყოს, ადი და დაისვენე. რუსთავის კეთავი და ეხლა უეჭველე ახლა. მაგრამ ცოტა ხანში წამოვა ისევე. მე გიორგი საფენი დამავწდა და დაფენა რომ რა საფენი? იყოს და დააფინე მე არის. იატაკ მიატაკ. იატაკები მოუწმინდა სამზარეულო. ვაიმე ტელეფონი მინდოდა შეერთება. და ყურსას მე შესაძლებელი მაქვს რომ პურზე წავიდე მე პური დღეს გვინდა. დაგჭირდება გორი. რა გაიქნება რომ საერთოდ საჭიროებს არ ვჭამდით. ბარემ კოკაკოლას წამოიღე დედი და ლიმონადს წამოიღე. ხვალე აღარ დამჭირდება. ხო და თქვენზე იკითხე ბარემ და აღარ დაგჭირდება ხვალე არ საწავში. მაგრამ ხილი რო გვინდა? ხილი ხან იმას მოკრებავა იმას. საიქნება რა ვქნა, იქნებ ხვალე ჩამოიაროს რამე. ეს პავიდორი აბია ასხია ერთი ცალი და არ იმას აშვება რა ქვია. არ წიფდე. ან წიფედე. აუ! მოვალ! წაულუცოდ გადაუხვევ და მოვალ. ხო გადაიხვევ ახლა. ისა. წუხანდელი 9 საათიანი კინო. იგი კაცო ჯერ გადაიხვევა, ეგ ერთი კვირა უნდა გავიდეს. ერთი კვირა კი არა, მეორე ხვალე აღარ გადაიხვევა უკვე. დღეს გადაიხვევა. მოვალ მოგივა. მოვალ გიორგი ახლა. ხო. რა ქვია სახელი? შორეული ქალაქი. ვინ უყურებთ ხალხო? ვინ უყურებთ მაგ სერიალს? ხანდახან მე უყურებ ხოლმე. ბებია ჩემი დედა და დედა ჩემი უყურებენ და ხანდახან მეც უყურებ. როცა არ მეძალება. პირველ სერიას უყურე. ხო და მე ბოლოს უყურებ. ნახდი იქნება. პირველ სერიას უყურე უკვე და მე ბოლოს უყურებ და ეს ეგრე ვიცი ხოლმე მე. პირველ სერიას და ბოლო სერიას უყურებ. ნუ უკვე შინაარსი გამოტანილი მაქვს. ან კიდე საერთოდ რომ მორჩება და ინტერნეტში დაიდება მე რო უყურებ. ეხლა სადამ აქვს მაგის ნერვი რომ ყოველ დღე იმას ველოდო რა ქვია. სერიალს.
ეზელი იდება ხოლმე YouTube-ში და იმას ველოდები როდის დასრულება ქშა მოშორდი. აბა გადადი. გადადი ქათა მოფეხი არ მოიმტრიო, გადადი. მოან ხალხო. ქათა იმას აქვენი ფეხი არ მოიმტრიოს. გამოდის ხოლმე და ხანდახან ფეხით ჩამოეკიდება ხოლმე იმაზე. ნეტა კიდე ხო არ არის რამე კითხვა ან რაღაცა ისეთი კომენტარი რო პასუხი უნდა გავცე ვიდეოში. ვინგაც დიდენი არ იყო. ამდენზე ვართ ვნახოთ 36. ძალიან არ მინდა რომ გამომივიდეს დიდი. არა ხალხს ვეუბნები დიდი არ მინდა რომ გამომივიდეს თქო. მავეთი. გადაუხვი? კი. მაგაზე ვიძახოდი ვინ უყურებს მაგ სერიალს. კაი სერიალია ხალხო უყურეთ. 9 საათიანი მართლა მაგარია. არ ვიცი ვინ საქართველოში ხართ შეგიძლიათ უყუროთ. და ევროპაში თუ გაქვთ შესაძლებლობა არ ვიცი. აუ რა კარგად დამგრილა. მოუბერა. აუ დაგრილვა დღეს. რაღაცა გულებაზე ვარ დღეს. რა ვიცი საზღარ გულებაზე ვარ რაღაცა ეს. რა თოი? თან მეძინება სავით და თან არც მეძინება მე რა ვიცი. რამდენიც? 26. აი ასე შორს ვერ უყურები ამით თაუბროს მეხოს. ხო შორს. აი ასე რომ გავიკეთო და გავიხედო, აი თაუბრდა მეხო. ვერ უყურები? ვერაფრით ვერ უყურები იქით. ახლოს? ახლოს კი. აი მაგალითად იქ ვერ დავინახავ ახლა რა ხდება. რა რიცხვია. კი ხედა 38-ია? 18-ია, ხო. 38. ხვალე მარიამობა. ხო. ზე კიდე ცოტა შევინახოთ ხინკალი და წავიდეთ იქით საფლავზე. გადავიღოთ იქაც გიო საფლავზე. ხო. ჩემი ქმრის დაბადების დღეა ზეგ და გადავარცანთებს ავანთებთ ხინკალს წავიღებ ცოტას. დღეს ქათამს გამოვიღებ. ქვემო ჩამოვდებ. ისინიც. ხო ფარშები. რო წავალ ბარემ ისიც მინდა ვიყიდო რა ქვია. წვენი ლიმონადი რაღაცა. რო ხვალე აღარ დამჭირდება. კიდე მოდის ბაზარი. ბაზარი. ეს კაცი იყო. ვინ კაცი? ეს იყო ის რო ღირდა. ხო. ჯვირი ქონდა. 11 ლარი რო დაიჭირა. ამას ჯვირია ყველაფერი. არა, ეს კაცი არ არის. სხვა მაგის ხმით იმოშობა უმარა სხვა არის. არა?
ის არ არის. Asta. მაგის ხმა აქვს იმასაც და რა ვიცი. ამას თეთრი მარშრუტკა ყავს. რომელ? მაგას რო ხმა რო აქვს. ხმა რო ისმის, ხმა რო აქვს. არა, ეს წითელია. ეს წითელია ეხლა რო ყვირის? წითელიაო, რა ვიცი. არა მგონია ის არის ბადრეჯანი რო იცავს იგ. არა, წითელი, აი იმნაირი ხმა აქვს წითელი მარშრუტით დადის. ის ვიცი ხო, მაგრამ მაგას თეთრი ყავს. ხა ეს მოტოციკლეტის ხმა არ არის. მანქანა. ეს მანქანა. მანქანა და მთელი წაიღო რა ვქე ტრასა. ახვედა. ჰა? ახვედა. ო. ერთხელ ხალხო. აქ ჩვენ ქუჩაზე ვიჯექით აი ჩვენ ქუჩასთან. ჩვენ ქუჩაზე აქ. გარეთ. მოყევი. მზივართ ჩვენ ქუჩაზე აქ გარეთ. ო და ის არის რა ქვია. მანქანა ხალხო. სადღაც ქვევით იყურებოდა, მანქანა მოდიოდა. ქვეშ იყურებოდა, წინ კი არ იყურებოდა. დაბლა კირაღამ დაგვეჯა ხახა. კირაღამ გადაგვიარა. იმას ის იყო რა ქვია, ხესავით იდგა პატარა ხე დარგული იყო და იმას შეაჩერა თორე დაგვეჯახებოდა გაგვიტანდა იმიდან თავის სკამიანა. სკამიანად გაგვიტანდა. მე გადამოვიდა და ბოდიშები. ბოდიშები მოიხდა. ბოდიში მოიხდა. კირაღამ უთხარ შენი ბოდიში რა თმიდა კირაღამ გამიტან გაგვიტანე თქო. ორივე დედაშვილს მიგვას მიტავდა. სასწაულებრივად გადავრჩით. მანქანას რომ მართავს, სადამიდიხარ, სადიყურები ადამიანო, გაიხედე წინ ხო შეიძლება. თუ რაღაცის მოძებნა გინდა, გააჩერე ეს უხერი მანქანა. მოდიხარ, რომ მოდიხარ და წინ არ იყურები. რა სიმასაშვები რა ქვია, რო ზაბორთან, პირდაპირ ზაბორთან წამოვიდა, ცოტა გადააგდა რუში მოგვას. იმან შეაჩერა იმან. სეტკით იყო შემოკავებული. სეტკით იყო, ხო. შემოკავებული და იმან გააჩერა. ხო, სეტკით. იმ სეტკამ გააჩერა თორე. რა სტრაფად მოდის რა ამბავია. თუნამი. ვიცი სტრაფად მოდის. თვითმფრინავი რო ვიცი. პატარა იქნება და იმ. ის იქნება ის მეორე ნაირი თვითმფრინავები რო პატარები ოდნა. სადარი არაჩა. არ ჩანს მე რა ვიცი. ზემო მაღლა იქნება ზემო. სუმაღლა არ რაღაც, სუმაღლიდან არის მისა. აბა საწავიდა. ეთყობა დაიქოქა. არა მგონი აფრინდა. მე მაგ თვითმფრინავს იმის ხმა რა ქვია, ბომბდამში ის თითქოს. რაღაცა იხმა აქ. ბომბდამში შენი გგონია, მაგრამ რო აიხედავ არა ბომბდამში. მართლა იმას ის რო არა ყოფილიყო, მიგვაკლავდა იმაზე რა ქვია, სკამზე, ზაბორზე, ღობეზე. გავიტანდა თავის სკამით. თან ორივეს. ნეის ბოდიში კი რა მინდოდა. ერთხელ კიდე გზაში რომ მივდივარდი ძევით. ხო. და კინაღამ რო შემოგვასკდა. ერთხელ სამსახურში მივდიოდით კიდე. ადრეც მოყოლილი გვაქვს მგონი, ძველი მეებს კი ემახსოვრებათ. არ მგონი არ ვიცი რა მახსოვს. თუ არ ვწდები არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს, მოგიყვებით ისე. მივდივართ სამსახურში და ვიღაც ისინი რა ქვია. აი პატარა ბიჭები რო არიან ხოლმე, პატარა ღლაპები რო დაჯდებიან მანქანებზე და თავში უკრით. მოდიან, ასე აი, ასე. ასე მოდიან, ლამი შემოგვასკდა. მე იმას აქვენი, გაუშალე ხელი, რა საკეთებთ კინაღამ შეგვიჯახე. ხელები რო გამიშალა იმან. რა გინდაო, ხელები გამიშალა. ვაი! ის უბედური რო გადმოსულიყო, ხო, გავგალიჯავდი შუაზე.
მე მანქანაზე ვარტყმევინებდი თავს. ხელები აქეთ გამიჩალა, ლამის მიგვაკლა იმაზე რა ქვია, ზაბურზე. ღობეზე და ხელები აქეთ გამიშალა რა შენ კი გინდა. არა მე დავაწებებდი იმას. რა ქვია, ზაბურს. ხო. იმ ზაბურზე ავას მიტავდი პირდაპირ. შენ თმარად მიტყვა, პირდაპირ დავაკლავდი ისე. გავგლეჯდი შუაზე იმ უბედურს იმას. მერე შევხვდნენ ეგენი, მაგრამ ნელად ჩაიარეს. ალა შეეშინდათ. იცი რა არის, ამ მშობლებისაც მე ძალიან მაგრა მიგვირს. ესე პატარა ბავშვებს. აი იმ დღეს მანქანამ გაიარა სამსახურში მივიდიოდი, მანქანამ გაიარა. ისეთი პატარა ბავშვი იჯდა იმაზე რა ქვია, საჭესთან, რომ პედალსაც ვერ წვდებოდა. სკამი ქონდა მიწეული წინ. აი მაგას რა თუნდა მანქანა. მე რატო მოდის ავარიებიო, რატო ხდება? აი რატო ხდება? სულ გვეუნებიან. ჰა? რა ხო გვეუნება ის რა ქვია თვითონ. რა? რამდენჯერ იყო მაგაზე გადაცემა რომ წინ ბავშვის დაჯდომა არ შეიძლება რომ გადაცემაც მე ვიცი თოქ-შოუებიც ბევრი იყო და ბევრი იყო მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ წინ ბავშვის დაჯდომა არ შეიძლება. არა, ღლაპებს მისცემენ ხოლმე ამ მანქანებს. მანქანებზე არ ემჩნევიან, არ ჩანან რომ მოდიან. და ის არის, იმასაც კი ვერ წვდებიან ხოლმე, რა ქვია. პედალს. უცბად რომ ის არა ქვია, მუხრუჭი იმაში აერიოს. გაზის პედალში. მერე ხო შეასკდა რაღაცას. არ ვინმეს დაეჯახა. თვითონ ხო შეიძლება ნელა დადიან ბავშვები, მაგრამ ვიღაცა გამოუხტებათ, რაზე კლავს შენ შვილს, რა გინდა, ხო? გამოუხტებათ ვიღაცა როგორები დადიან, თქვენს გაიგონეთ წეღან როგორი წავიდა. ხანდახან რომ მივდივართ ხოლმე გზაში, რომ ისე ჩაიქროლებენ, რომ თვალის მოკვრასაც ვერ ასწრებ. კედელზე მიტევით ხოლმე. სონიკი რო ხო იცით სონიკი რო არის, ზუსტად ეგრე, სონიკის ნაირად გაქრებიან, კედელზე უნდა ეყუდო. ერთხელ მოვდივართ სამსახურიდან კიდე ვიღაცა კედელზე ავეყუდეთ მე და დედაშენ, ვიღაცა მოდის ასე, აი, ვალსის ცეკვით ხალხო. და სწრაფად, ავეყუდეთ კედელზე. გადავედით იქით. ის რო აქეთ ყოფილიყავით ტრასაზე უოჭველი დავეჭერდა. მე რა ვიცი. ძალიან მე მაგალითად ძალიან მიყვარს მშობლების და პატარა ბავშვებს ასწავლიან მანქანების დარბა. კი, ისწავლე მაგრამ. კი ბატონო, შეიძლება ისწავლოს, როცა ის გახდება რა ქვია უკვე. აი მხელა ბავშვს რა თუნდა მანქანის ტარება, იმაზეც ვერ შეარაჭას რა ქვია. აი ეს იყურებიან ხოლმე. იმას ვერ წვდებიან რა ქვია, შუშას და ასე არიან. მე თუნდა იგეთ პატარა ბავშვს მანქანის ტარება. ასწავლე კი ბატონო, შეიძლება ასწავლო. ეგ უნდა იცოდეს, მაგრამ როგორც რო ეს პატარა ბავშვი დასვა მანქანაზე და იმას აქნა. თავის ნებაზე მიუშვა, ჰარი ჰარალოზე. ეგრე არ არის. გრია არის თაგაო შენო მამული გახყაო. ეგრე არ არის სამყარო მოწყობილი ძვირფასებო. თავის საქმე გინდა დასვან გინდა გადასვან, მაგრამ მაინც ძნელი. და ის არის ნათქვამი, ყოველთვის კოკას წყალი არ მოაქვს. შეიძლება იმ ბავშვმა ნელა იაროს, ვიღაცა გამოუვარდეს უნორმალურობად გიჟი. კი. ტრედები დაბლა ისინი დაბლა დაფრინავენ რაღაცა. მერცხლები. ხო და წადი გამოუვარდეს და იმას აქნას. ადი. ესე შესაძლებელი გეკ. დაეტაკოს. გიორგი გამოვხდოთ ახლა და იყო ცოტა ხანი კაცო. წელი ვიდეო გადაიხედო და მე წელს ვიღებ აგერ. რაღაცნაირ წელი გადავიღოთ 1 საათზე მივდივართ. გიო ცივი წყალი წამომიღე რა. წელი ვიდეო გიყვართ? გადავიღოთ ჰა. პრობლემა No problem ვიღებ, აჰა. No problem.
No problem, no. No problem. Problem. არა უბრალოდ იცი რთულია, ყველაფერი რთულია ხალხო. ახლა ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ просто ვამბობთ, მაგრამ არ შეიძლება ესე პატარა ბავშვის მანქანასთან დაჯდომო. შენ რა გიჩემი მე ჩვენი საქმე არ არის. როგორ არის ჩვენი საქმე რომ მე ვეძახება? გამოვიდა. მე როცა მეხება საქმე, ჩემი საქმე ყველა. გამოდგა. ჰა? გიორგი. წინვალე ხარ? რა? გიო, ის წამომიღე. რა ქვია? აცეტონი და ბამბა რა. რა გაყვიეთ დედა მესის ახავა როთა? ქნება არ გესმის. მე ხუთე ოთახში კი არა ვარ იმაში რა ვქნა. პარვაში ჩასული. რა ვიცი მე ხანდახან არ მესმისო და ეხლა მესმის კაცო. მაშინ არ მესმის უცებ ის ამადა. ახლა აღარა გაქვს? არა. არა მაქვს, ცოტა ხანში დაიხშობა ისევე. შევიღალე ამ ჩემმა ყურემა დამღალა. წყალი ჩაგდი შვილო და იმიტო. რა აქტივი ხარ გამოდის მეერე. აი ბედედა. რა პოზიო? რაო? პოზი. პოზიო მე ბოზი გა. რა სიტყვებია? მოიტა მე გავიგონი. რა სიტყვებია რა? მოიტა. ლიმონის სუნი აქვს. E ვიტამინი ქონია ამას. რა? E ვიტამინი. C ვიტამინი არა. არა. Nail polish remover. აი მე. რა სიტყვებია რა არის რა უბედურება არის. სუ გაფუჭდით ეს ბებერი ხალხი რა. ბებერი ვარ მე კაცო. დაახჩუ. რა გაფუჭდით ამ ხელა ხალხი. 52. ცოტა ხანი და წავიდეთ. ეგრე ვიძახით ცოტა ხანი თქო და 1 საათზე მიდის. ხალხო, იმიტომ იმასავშვები, რომ თქვენი თხოვნით ვიძახი, ისევე თქვენ მეუნებით ცელი ვიდეო და მეც ვიღებ აგერ. აინტერესებთ არ მაქვს. ო, ალბათ. ცელი ვიდეო. რა კენი? მე ვირო დავიჭერ და მეწო. მე რაზე იმას აკენი რა ქვია, გაგეცალე და მე მოგეჭრა. წითელი მანიკური გლახა. ეგ ნუნა რა, წავიდო და სადმე. რატო რჩება? რა ვიცი. და უცნაური მარიკუნია. მარიკუნი თქო, მარიკუნი. მანიკური. ფრჩხილის ლაკი უფრო ზურად. სვეცკების ენაზე. გამწონის დავშო. ის წვანე არა ეგეთი გლახა. სისფერი არა. სისფერი. სოლარიუმში უნდა წახვიდე და გაირუჯო და იმას ახლა რა ქვია. გავირუჯო? ის მერე წაიჭო, ხო? გარუჯული არა ვარ ამაზე მეტი რა გავირუჯო. არა, ეგ არ არის რუჯი. უფრო შავი რო იქნები, მაშინ იქნება რუჯი. შავი რა უხრბათ. კარგია. ლამაზია სიშავე. ტანახივი თუ ლამაზია სიშავე. შოკოლადის ფერი. ტანახივი თუ აი. ლამაზია მე. წავედი ხალხო დაგემშვიდობებით. მომავალ ვიდეომდე თორე იმდენს ვლაპარაკობ რომ მე 1 საათი კი არა 2 საათი წავა. აპა ჰედაბა. ერკა. არ დაგავიწყდეს ვიდეოც არ დაგავიწყდეს არა, დაგავიწყდეთ. ვიდეოს დალაიქება. არხის გამოწერა. 4 სექტემბერამდე ამიყვანეთ 5000-ზე. იცოდეთ. ლაივი იქნება. და ლაივი იქნება ზუსტად იმ დღეს.
თორე თუ 5000-ზე არა ვალთ ლაივს არ ჩავთავ არა აი გრეუф ხო მართალია ნინის თქმისა იყოს რაიმე ჩემი ბატუტა ხო ავიდეთ 4 სექტემბრამდე 5000-ზე და 4 სექტემბერს იქნება ლაივი პირდაპირ ლაივი პირდაპირ ლაივი კი ბატონო და ტორტის ყიდვას ვაპირებ ცნობისთვის დაბადების დღე მაქვს რომ იცოდეთ მაინც არა ხალხო ხუმურობ ხო და ის არის რა ქვია არა მართლა 4000 ადით 5000-ზე 4000-ზე არა, ისე 5000-ზე. 5000-ზე ავიდეთ და ლაივში ჩავაქრობ ტორტს ექსკლუზიურად ლაივში ხوار გამიკეთებია ეგ და ლაივში გავაკეთებ კი პირდაპირ ეთერში თან თქვენს კომენტარებსაც დავიკითხავ საღამოთი კი ცხრის ნახევრისთვის კი კი პირდაპირ და მე შეგიძლიათ მიმღეროთ კიდეც happy birthday წავედი ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბა ხედა